აი კიდევ ერთი კვირა გავიდა, რაც გაბი კამაევის, ლალი მაროშკინას, გია ვოლსკის, ძმები მარტინენკოების და ემრე კუჩუკის წყალობით ქართულობა ვერავინ ვერ წაგვართვა. დიდი მადლობა მეგობრებო. გაიხარეთ. რადგან ქართული ოცნების წევრები წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციაში ყოფილან, იმ პარლამენტო, რომელშიც მხოლოდ ერთი პარტიის ჩლენები და ასევე ახლახანს დაემატა გახარიას პარტიის გლიდა არის გერმანულად ჩლენ, მართლა, ორივე გაგებით. მოგეთ, სადაც მხოლოდ ეს ჩლენები და გლიდაები არიან, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რადგან ამ დონის კორუფცია, უნდა აიგრძელოს ოპოზიციური პარტიები, რასაც აკეთებს ზოგადად კორუფციის აღმოჩენის დროს. საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს ქოცემა სარჩელი ნაციონალური მოძრაობის, ლელოს და კოალიცია ცვლილებების ასაკრძალად. ქართველი ხო ეგეთია, უნდა აუგრძალო, რამე რო არ გააკეთოს. რაღაც უნდა შეაშინოს, ეგრე უყურებენ ქოცები ქართველს. ზოგადად ეგრეც არის, უფლისშიც იმით აქვს უმეტესობას, რომ იციან მერე ჯოჯოხეთში შანს უტრიალებენ ნაწლავებში და ეგ არ აწყობთ. თორე კაცმოყვარეობა გეი ტერმინი გონიათ. აგრძალავენ და აგრძალავენ, არ მაინტერესებს, რაც ჩემთვის როგორც ქართველისთვის თავარია დომინოს პარტიები არ აიგრძალოს.